აი ირინკაც როდესაც უკვე საქართველოსკენ წამოვიდა უფრო ხშირად აქეთ იყო აი მაგ პერიოდში გაიცნეს ერთმანეთი. მე გამიმხილა რომ აი ესე მე და გიორგი აბიძე უკვე დავდივართ. გამიხარდა პირიქით დამემართა. ეხლა ირინკაც უკვე იმ ასე ვთქვათ ასაკში შევიდა რომ ეს აუცილებელი იყო. ირინკა ძალიან ასე ვთქვათ გაწონასწორებული იყო ამ საკითხში, იმიტომ რომ ეხლა ცუდი გოგო ნამდვილად არ არის და სულ ასე ვთქვათ მარტო დადიოდა, უფრო ძირითადად ასეთი ის ქონდა, რომ მარტო დადიოდა. ჩემთვისაც მიკვირდა, იცი რომ რამე დაუშვათ ხო არ აწუხებს იმ გაგებით, რომ დაუშვათ არ უნდა საერთოდ ურთიერთობა, ან რაღაცა შეიძლება კონდეს თავში ჩადებული ადამიანს და თქვას, რომ მე არავისთან არ ვიურთიერთებ. ეგეთებიც ხდება. მაგრამ აი უცებ გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც გაუღო კარი რა, ასე თქვა, გულის კარი, მოდი ესე დავარქვა. და მან მიიღო. და რაღაცა ურთიერთგაგება მოხდა მათ შორის. აი მე ცოტა უკვე მოგვიანებით მიგზავნა მესიჯი თავის სურათით და მამი ესეთ გძლადთან გძლად იყო რა ეს დაწერილი და სურათი სადაც აი ესე ხელი უჭირავს და ბეჭედი უკეთია დამნიშნავა და ასე გაკრეჭილი სახით და გიორგიც უკინდან ჩახუდებული და გამიხარდა. არ მქონდა არანაირი არც ნერვიულობა სხვა რამე იცი ამ შემთხვევაში სხვა ნერვიულობა მოდის რა ამ შემთხვევაში აი ეს აღტკინების ნერვიულობა შეიძლება ცრემლი წამოგივიდეს მოხდეს რომ აი ეს რაღაც სიხარულთან და ბედნიერებასთან ასოცირდება ეს ყველაფერი თორე არაჩვეულებრივი წყვილია და მართლაც რომ ძალიან კარგი ადამიანი შეხვდა მას ცხოვრებაში და ძალიან მნიშვნელოვანია რა